გორდელაძე და ანდრია ჭეიშვილი ვართ. დღეს კომენტატორები პირველად ცხოვრებაში ასე რომ იმედია კარგად გამოგდის. ნახოთ ეხლა დაიწყო main card-ი და პირველი მებრძოლი. ლუკა თალაშვილი პირველი მებრძოლი. თბილისიდან 23 წლის 178 სანტიმეტრი. საბრძოლო კარიერა დაიწყო 3 წლის წინ. სიამოვნებას იღებს თავის საქმიანობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკა კურტანიძე, აი ხედავთ ენერგიას, ნიკა კურტანიძე გამოცდილი MMA-ის მებრძოლი და მომავალი ვარსკვლავი მის კუთხეში. მან 2 წლის წინ მიიღო ტრავმა და 1 წელი არ იყო აქტიური. დიდი პერიოდი არის. აი აქტივებს შესანიშნავად პასი რო ოქრო ADCC-ზე, რაც არ არის მარტივი ამბავი. ძალიან კარგი გრეპლერია, ესე იგი. ADCC-ზე ოქრო ნამდვილად ძალიან რთული და აი ვიზუალურადაც ეთყობა, რომ ისეთი ცოტა რთული იქნება მასთან გრეპლინგის ასე ვთქვათ დაპირისპირება. მონაცემებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ეს სიმღერა. საყვარელი სიმღერა ქართველების. ნიკა დვალიშვილი. ნიკა დვალიშვილი 20 წლის 1.70 სიმაღლეში. 2-0-ზე რეკორდი, რაც შვენიერია, დაუმარცხებელი TFC-ის მებრძოლი. წარმოშობით არის სამტრედიიდან და ცხოვრობს თბილისში. არასდროს იძახის იგი უარს ბრძოლაზე და არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ან სად. როგორი განაცხადია? შესანიშნავი სხვათა შორის ორივე ბრძოლა დროზე ადრე აქვს დასრულებული, რაც ასევე უნდა აღვნიშნოთ. ბოლო ბრძოლაში მოუგო ლუკა ხარებავას დოგფაიტში ძალიან საინტერესო. მაგას ველოდები, სიმართლე რო გითხრა, მაგას ველოდები ახლა. უამრავი ნოკდაუნი ჰქონდა მაგ ბრძოლაში. ძალიან საინტერესო ბრძოლა. და მისი პირველი ბრძოლა პირველ რაუნდი ground and pound TKO-ში დაასრულა. ამიტომაც ფინიშერია. იქნება თუ არა პირველი ფინიში, რას ფიქრობ? შესაძლოა. დაველოდოთ. შესაძლოა ნამდვილად. ყველაზე დიდი შანსები აქ არის. Ladies and gentlemen, we move on to the main card. The stakes are higher and the fighters are locked in. Let's get ready for the main card. Introducing first, fighting out of the blue corner, a grappler making his debut in MMA, weighing in at 61 kilograms. Fighting out of Tbilisi, Luka Dalashvili! ოვაციები შეეგებდნენ. And now, introducing his opponent, fighting out of the red corner. He has 2 finishes on his resume, known for his crazy style and dog mentality. He's a mixed martial artist with a record of 2 wins and 0 losses in the TFC, weighing in at 61 kilograms. Fighting out of Samtredia, please welcome Nika Dvalishvili! მომწონს ეს ენერგია, მეგობრებო. კი, ძალიან ხმაური არის დარბაზში. გადაიტანონ ბიჭებმა ეს ყველაფერი. ლურჯი კუთხე ლუკა ტალაშვილი, წითელი კუთხე ნიკა დვალიშვილი. საჯი იქნება მანუჩარ კვაშილავა. ყველაფერი მზად არის. პირველი რაუნდი. პირველი რაუნდი. დავიდა. Aplodismentები! პრეშერი დაიწყო ეგრევე და გიატინა. მაგრამ ძალიან გამოცდილი გრაპლერია ტალაშვილი და ძალიან დაუჭირდება. მაგრამ შესანიშნავი სამკუთხედი. აქ შეკრა პირველი ფინიში შეიძლება ვიხილოთ. ძალიან ღრმადაა შეკრული. ხო, თავზე უნდა დააწოს. მაგრამ მაგრამ ბევრი ენერგიას ხარჯავს ახლა. კი, ფეხები დაეღლება ნამდვილად. მაგრამ ესეც სახიფათოა ტალაშვილიდან ეს დარტყმები. მაგრამ დანერთა პირველი ფინიში. მერტო ჩემო. ეს ადამიანი არის ფინიშერი. შესანიშნავი. იმედია ხელი სერიოზულად არ დაი. Your winner, we have first round phenomenal submission, Nika Dvalishvili!
ნიკა გილოცავ ესეთ გამარჯვებას, კიდევ ერთი ფინიში TFC-ში და რა შეიძლება გითხრა ამ ბრძოლაზე, რაც გრძნობდი მომენტში და როგორ იპოვე ეს ჩოუკი? რავი, რაც მქონდა ნამუშევარი და რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა, გამოვედი ბოლომდე ჩავდე. ვიცოდი რომ მოჭიდავო იყო, ვიცოდი რომ ფეხში წამოვიდოდა და ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ რაც იყო ჩემი სპეციალობა, ის გავაკეთე ეგრევე. ერთი მინდა რომ ვთქვა, რომ ეს ჩემი მოგება ბოლომდე მიდის ჩემ ტრენერთან, გიორგი ტაბადადესთან, რომელიც ამ წამს აქ არ არის, ჩემ კუთხეში არ არის, მაგრამ უნდა იყოს. ძალიან მალე იქნება ჩემ კუთხეში. კიდევ ერთი კითხვა, როგორ ახერხებ მესამე ჩხუბია უკვე ზედიზედ ესე მარტივად ფინიშების აღება, შეგიძლია გითხრა? არ ვიცი როგორ ვახერხებ. გვარი მაქვს ძალიან მაგარი დვალიშვილი. პირველ ჩხუბზე ეგ თქვი, ერთმა ძალიან მაგარმა ქართველმა თქვა, რომ ამაზე მეჩხუბეს. საქართველოს არა, მთელმა მსოფლიომ იცის უკვე დვალიშვილის გვარი. და რაც დაიწყო, იგივეს გავაგზელებ კიდე. და ერთი კიდე ჩემ შეყვარებულს მინდა რომ ამარტი მიულოცა. მადლობა ნიკა, ხვაური შექმენ ნიკა დვალიშვილისთვის.